მოგესალმებით ისევ და ისევ ჩემო ძვირფასო სვენელებო და მეგობრებო. ახლა მე მინდა თქვენ შემოგთავაზოთ ისმაილ პრესის ვიდეო თემით შეუწყვეტელი ომის უკან ირანში იმალება ბრძოლა მეშვიდე მიწიერ სამეფოში. ხო, მე დავდე ერთ-ერთი ვიდეო, სადაც იყო იმაზე საუბარი თუ რატომ იყო ომი დაწყებული, ეს კონფლიქტი გაჩაღებული ირანში. კი, ახლა შესვენება იყო, არ ვიცი ეს ახალი ამბავია, ხო, 11 ივლისის ამბავია. ანუ ესე იგი გრძელდება. მე ინფორმაციას არ უსმენ ახალ ამბებს, იმიტომ რომ თავს ვარიდებ შეძლებისგვარად ნეგატიურ ინფორმაციას, რომ ვიბრაციები არ დამივარდეს, მაგრამ ხანდახან ინფორმაციას, რაღაც ინფორმაციას რომ არ მოусმინო, მას იგი არ გამოვა. ამიტომ მოდით დაბა ნახოთ რა სიტყვის. მეც არ მაქვს ერთჯერ მოსმენილი, თქვენთან ერთად მოვუწევ ახლა მე ამ ვიდეოს. კიდევ ყოფილა ერთი მცდელობა ტრამპზე თავდასხმისა. ახლა მე რატომ შეკვაკვმანდი ასე? აქ იმდენი რაღაცაა ჩამოთვლილი ვიდეოს ქვეშ. მოდით ამას მე თქვენ ამოგიკითხავთ, სანამ გადავალ თემაზე. ესე იგი ყოფილა ტრამპის მოგნის მცდელობა, ნამდვილი ტრამპი იგულისხმება აქ. აგრეთვე რაღაც ოპერაციის დასახელება აქა დამტრეული გროსბუხი, სლომანი გროსბუხ. ოპერაციის მიზანი იყო რესპუბლიკური პარტიის გამოყოფა ფინანსური სისტემისაგან, რომელიც ეკუთვნის სიღრმისეულ მთავრობას. აგრეთვე გრემის როლი საზღვარგარეთის ქსელში სიღრმისეული მთავრობის ოპერაციებთან ერთად. აგრეთვე კიბერ დანაყოფმა თეთრი ქუდებისა ჩაიგდეს ხელში დაშიფრული რეესტრები პოლიტიკური ფინანსებთან დაკავშირებით. აგრეთვე იყო ჩაგდებული ხელში ოფშორულ ანგარიშებზე ინფორმაცია, დაცვით კონტრაქტებთან დაკავშირებით ინფორმაცია და სკომპრომეტირებული ხალხთან დაკავშირებით ინფორმაცია. ოპერაცია დამტრეული რეესტრი, ხო, დამტრეული რეესტრი ყოფილა და არა დამტრეული გროსბუხი. ნუ იგივე ეტყობა. ოპერაცია დამტრეული რეესტრი. ამ ოპერაციამ შეეხო ორ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფინანსურ კავშირებს სიღრმისეული სახელმწიფოსი. ცველების მეთაურობა გააფრთხილა ყველა, რომ ორი ადამიანის გადადგომა არ ნიშნავს ქსელის დასრულებას, რადგან თამაშში ჯერ კიდევ რჩებიან ბევრი მონაწილეები. ასტრალური ომი. დედამიწა ეს არის
მრავალგაზომილებიანი სამყარო, რომელიც შედგება 7 ურთიერთდაკავშირებულ სფეროებისაგან. ასტრალური ომი ეს არის დონე, რომელიც უნდა დაიპყრო იმისათვის, რომ მქონდეს წომა მაღალ სფეროებისადმი. დედამიწის სფეროები 7 სფერო. დედამიწის 7 სფერო არსებობს, როგორც გითხარით, მარადიული მიწა, ზეციური მიწა, არხეტიპიური მიწა, ასტრალური მიწა, ეთერული მიწა, შიდა მიწა და ფიზიკური მიწა. ყოველი სფეროს აქვს თავიანთი ლანდშაფტები, ყავს თავიანთი ცივილიზაციები, აქვს თავიანთი შესასვლელები, აქვს კანონები გამოვლენისა და ადამიანური არსებობის ფორმები. კონფლიქტი ირანში. კონფლიქტი ირანში არის ზედაპირული ანარეკლი უფრო დიდი ხნის კონფრონტაციისა მიწის ასტრალურ სამეფოში. ვერდანტები ძველი რასა დრაკონიელებისა, რომლებიც არიან გაერთიანებული ხელოვნურ ინტელექტთან, რომელმაც კოლაფსირება გაუკეთა სამყაროს, იყენებენ ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობით შეიძლება გადაადგილება ნებისმიერ დროში და ნებისმიერ მიმდინარე რეალობაში. მარადიული მიწა. ეს არის მაღალი და უფრო სრული გამოთქვა პლანეტისა, მისი საწყისი ღვთაებრივი ჩანაფიქრი, ის არსებობს დაშლის მიღმა, ლინიალური დროის მიღმა, სიკვდილის და დაბადების ციკლების მიღმა. ეს მარადიული მიწა. ვერდანტებს არ შეუძლიათ პირდაპირ მოხდნენ ამ გაზომილებაში, რადგან მათ არ შეუძლიათ სიცოცხლის შექმნა. ახლა კი ვიდეოს დავუბრუნდეთ. ისმაილ-პერესი მიესალმება ყველას და ამბობს, რომ ის რაც ხდებაო ახლა, ასე თუ ისე დაკავშირებულია ერთმანეთთან. მე თქვენ ახლა მოგიყვებითო სხვადასხვა რაუნდებზეო, რომლის რაოდენობა არისო 7 და ჩვენ უკუეო მოვახდინეთო მათი უსაფრთხოება ასტრალური დონის გარდა. ასე რომ ასტრალური დონი არის ბოლო რაუნდი, რომელიც უნდა გავხადოთ უსაფრთხო. ამიტომ სანამ მე შევალ დეტალებშიო, მინდა გითხრათ, რომ უეცრად გარდაიცვალაო ლინსი გრემი. კიდევ არის ერთი ბიჭი, სახელად მიჩ მაკონელი. ეს არისო, რასაკვირველი არ არისო, სიღრმისეული მთავრობის ოპერაცია პირიქითო. ეს ბიჭებიო, ახავე ეთიტუთით, ახავე ხო, ლინსი გრემი და მიჩ მაკონელი არიანო, იყვნენ უფრო სწორად აგენტები სიღრმისეული მთავრობისა და ორივე გარდაიცვალა. და დღეს ამის მტკიცებულება გაჩნდაო. მე ცოტას მოგიყვებიო ამის შესახებ, სანამ გადავალთო ომის თემაზე, რომელიც დღეს მიდისო ასტრალურ დონეზე და მის გარშემო. სპარსეთის ყურის გარშემო
რომელიც განლაგებულია ქვეყანაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ირანს. აღმოჩნდა, რომ ლინ გრიმი სინამდვილეში იყო მოკლული კიევში, უკრაინაში. ეს ლინ გრემი მოკლა პუტინმა, მოაკლებინა პუტინმა. და მე ცოტას მოგიყვებით ამის შესახებ. მაგრამ სანამ მე ამას ვისამო, მე მინდა თქვენ შეგახსენოთ, რომ 28-დან 29 რიცხვის შატლით 30 რიცხვის პირიქით 30 რიცხვის შატლით მე გამოვალო თა შასტასთან კონფერენციაზე ეს ამას წავშლია. ხო. და როგორც იქნა მივედი იმ ადგილამდე, სადაც დეტალებში ყვება ისმაელი თუ როდის შეეცადნენ ტრამპის ლიკვიდაციას. ესე იგი, ფრენის დროს 9 ივლისს, როდესაც ტრამპი ტოვებდა თურქეთს, ახალი თურქნავის ბორტზე ბოინგი 6478, რომელიც მას აჩუქა კატარმა, მომავალი პრეზიდენტმა თურქნავი დიპ სტეიტის მაგათმა განახორციელეს კიბერ შეტევა ლენგლიდან, ვირჯინიის შტატიდან. ისინი მაგათმა დაუმიზნენ თვითმფრინავის ელექტრონულ სისტემებს, რომლითაც იმართებოდა თვითმფრინავი. მაგრამ ტრამპი ყოველთვის უსწრებდა 10 ნაბიჯი წინ ამათ თავის წრებს და ბოლო წამში ის გადაჯდა სხვა საპრეზიდენტო თვითმფრინავში. ხო, არ ვიცი თქვენ გაგონილი გაქვთ თუ არაო, მაგრამ იმ წუთს, როცა ტრამპი აპირებდა თურქეთის დატოვებას, იმ წუთს გადაწყვიტეს თვითმფრინავი შეეცვალათ. სხვა თვითმფრინავზე, Air News-ზე, ფირმა ასეთი. თუ სურათ წავიკითხე ინგლისურად. მაპატით Free News-ზე. თავი დაისხვის. ესე იგი, ტრამპი იმ პირველ თვითმფრინავში, რომ ჩამჯდარიყო და გაფრენილიყო და იღუპებოდა მთელ ეკიპაჟიანად. დაშიფრული გზავნილები ჩაუვარდათ ხელში და მევაჭრეებმა ნერულობა დაიწყეს, ჟურნალისტებმა კი მიიღეს სასამართლოში პავესკები. მათ ამ ჟურნალისტებს, ვინც მოიწვიეს სასამართლოში, წინასწარ ჰქონდათ დაწერილი ნეკროლოგები და სტატიები კატასტროფაზე. იმ თვითმფრინავისა თითქოს რომელშიც დამჯდარიყო ტრამპი. და რასაკვირველია, ეს ყველაფერი იყო მზად პუბლიკაციისთვის. ეს ახალი ამბები, რომლებიც უნდა მოხდარიყო მათ აზრით. მაგრამ სინამდვილეში მაგათმა ისე შეეცადნენ პრეზიდენტის მოცილებას. რისი გაზიარება მიდუდაო თქვენთან, ეს არისო ინფორმაცია პატრიოტ ნიუსისაგანო. და ამ ინფორმაციას მე
მტკიცებულებას დაურთავო ბრიფინგი ვალიანტი ტორის გამოსვლით ამ ბრიფინგზე და რაც ეხება ლინსი გრემს, რომელიც მოკვდა, ანუ მოკლეს კიევში და არა ვაშინგტონში, ჯერ ერთი არ დაუჯეროთ სმის მედიას, ის არ მომხდარა გულის შეტევით ალიანსის დოკუმენტების თანახმად ის ჩაფრინდა კიევში 10 ივლისს ის ჩაფრინდა კიევში ეს ნიშნავს იმას, რომ ის ჯერ ჩაფრინდა პოლონეთში, შემდეგ კი დაბრუნდა კიევში. მან ვერ მოახერხა ვაშინგტონამდე მიღწევა. ალიანსის ბრიფინგის თანახმად სიკვდილის სენატორ მიჩ მაკანელასი, რომელიც მოხდა უფრო ადრე სანამ მოკლეს ლინს გრემი, არ იყო გამოწვეული ბუნებრივი მიზეზებით ან სამხედრო ჩვეულებრივი მოქმედებით. სინამდვილეში ეს იყო ეგრეთ წოდებული ოპერაცია დამტრეული რეესტრი ან გაფუჭებული რეესტრი, ეგეთ შეიძლება. როგორც თქვენგან ბევრმა იცითო, გლობალისტები და მათი აგენტები იყო ჩანერგული, ან ჩაინერგეს თავი ჩვენი მმართველობის, ჩვენი სახელმწიფოს ყველა პარტიაში. ესე იგი, პარტია არ არისო დარჩენილი ამერიკაში, სადაც არ არიანო ჩანერგილი გლობალისტების აგენტები. ასე რომ შეიძლება ითქვას, რომ ეს ოპერაცია იყო მიმართული ამ აგენტების გასანადგურებლად. მე ვიცი, რომ ზოგიერთი მათგანი თვლიდნენ ლინს გრემს კარგ ადამიანად, ისკერა მიჩ მაკანელსაც თვლიდნენ კარგ ადამიანად, მაგრამ ისინი სინამდვილეში თავს იკატუნებდნენო. ისინი ყველა მუშაობდნენო ჩრდილოეთ სახელმწიფოს მხარეს. ეს იყო საიდუმლო პროგრამა, უпростად ეს იყო საიდუმლო კომპანია უაიხადი, რომელიც მიმართული იყო იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი უწოდებდნენ ფინანსურ ქსელს სიღრმისეულის სახელმწიფოს მემკვიდრეობას. გაირკვა, რომ ორივე სენატორი იყვნენ მთავარი პოლიტიკური ფიგურები ძველ ფინანსურ სისტემაში, რომელიც შეიჭრა რესპუბლიკური პარტიის ზოგად სტრუქტურებში. ამიტომ ალიანსის სტრატეგები ამ ამბავს განიხილავდნენ როგორც მაგალითად რესპუბლიკურ პარტიას, ხო, განიხილავდნენ რესპუბლიკურ პარტიას როგორც ოკუპირებადი ტერიტორიას და როგორც ლეგიტიმურ პოლიტიკურ სტრუქტურას, ვისი ფინანსები, ვისი ფინანსური არხები იყო კომპრომეტირებული კერძო საბანკო დინასტიებით, აგრეთვე თავდაცვის შუამავალი პატრიარქებით, საჯაშუშო სააგენტოებით და ტრანსნაციონალური ქსელების ზეგავლენით. ოპერაციის დამტრეული რეესტრის მიზანი შედგებოდა იმაში, რომ გამოეყო რესპუბლიკური პარტია ამ ფარული ფინანსური სისტემისაგან და არ მიეცა საშუალება სიღრმისეულ მთავრობას გადაეტანა აქტივები ახალ ციფრულ სისტემაში. მიჩ მაკონელი წარმოადგენდა შიდა ინსტიტუციონალურ სახლს ამ ქსელისა და მისი გავლენა ვრცელდებოდა ყველა ორგანიზაციებზე, სადაც კი ხდებოდა ფულის შეგროვება
ანუ ყველა კომიტეტებში, ლობისტურ არხებში, აგრეთვე მექანიზმებზეც, რომლებიც განსაზღვრავდნენ თუ რომელი კანდიდატები მიიღებდნენ ფინანსურ მხარდაჭერას. და ეს ხსნისო მეტარომნის როლს, რომელიც აგრეთვე იყო სიღრმისეული სახელმწიფოს აგენტი და ეს პიროვნება შეძვრა, ასე ვთქვათ, როგორც აგენტი რესპუბლიკურ პარტიაში. ნებისმიერ შემთხვევაში გრემი პირიქით წარმოადგენდაო გარე პოლიტიკურ სახტენს ამ ქსელში, ზუსტად ამიტომ ის ხდებოდა ვიღაცას უკრაინაში, მისი როლი შედგებოდა იმაში, რომ დაეკავშირებინა მთელი საზოგადოების ქსელი, მაპატეთ კვილები არ მაქვს. ხო, ესე იგი, მას უნდა დაეკავშირებინა მთელი საზოგადოების ქსელი კონტრაქტებით, ხელშეკრულებებით უსაფრთხოების სფეროში, რომელსაც მიაღწიენ გლობალისტებმა სამხედრო ასიგნაციებთან, ნატოს სამხედრო ასიგნაციებთან და აგრეთვე სიღრმისეული სახელმწიფოს ოპერაციებთან, რომლებიც იყო დაფარული მსოფლიო რეგიონალური კონფლიქტებით. აგრეთვე ამდაგვარად არც ერთი ამ ორი დაღუპული ადამიანისაგან არ აკონტროლებდა მთელ სტრუქტურას. სინამდვილეში ისინი მათ აფასებდნენ უпростоრად. სინამდვილეში მათ აფასებდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მათ ეკავათ ეგრეთ წოდებული სტრატეგიული კვანძები, რომლითაც შეეძლოთ ურთიერთკავშირი ცალკე განშტოებებთან, სისტემის ცალკე განშტოებებთან. ამდაგვარად ოპერაცია დამტრიული რეესტრი იყო მიმართული იმაზე, რომ გამოევლინათ ეს განსხვავება. მისი მიზანი იყო საიდუმლო ფინანსური სტრუქტურა. ალიანსის ბრიფინგის თანახმად ლინსი გრემი ამის გამო ჩავიდა კიევში და ის მონაწილეობდა გლობალურ დიპლომატიურ მისიაში, მაგრამ ალიანსის ჯაშუშებმა, ალიანსის საჯაშუშო სააგენტომ შეძლო მიეგნო ჩრდილოვანი სახელმწიფოს გადარიცხვებს, რომელიც უნდა მოხდარიყო ამ ვიზიტის დროს. ამდაგვარად გადარიცხვები ეხებოდა ციფრული გასაღების წვდომას, აგრეთვე სამხედრო ანგარიშებს და ჩანაწერებს, რომლებსაც შეეძლოთ აღდგენა დაძველებული საბანკო სისტემების მუშაობისა მათ მოსალოდნელი კრახის შემდეგ. და სცენარის თანახმად რუსულმა საჯაშუშო სააგენტომ აღმოაჩინა ეს შეხვედრა და შეატყობინა ამის შესახებ საჯაშუშო გაერთიანებულ მეთაურობას კოსმოსური ძალებისა და მაგათმა გადაწყვიტეს მიეყენებინათ ზუსტი დარტყმა ამ საქცინირებულ გზაზე. შემდეგ, რასაკვირველია, მაგათმა ჩამოაგდეს ბომბი კიევზე, იმისთვის რომ გაენადგურებინათ ეს პიროვნება, ლენსი გრიმი. და ამ ბომბის აფეთქების შედეგად რასაკვირველია დაიღუპა ეს პიროვნებაც, ლენსი გრიმი. აი რა მოხდა. და ბევრი რამ გახდა შესაძლებელი ალიანსის დაგეგმარების შედეგად, რომელიც დაიწყო იმის შემდეგ, როგორც კი მაგათმა გამოთვალეს ადგილი ჩრდილოვანი სახელმწიფოს ოპერაციის ჩასატარებლად. ასე რომ ოპერაცია მაკონელის საწინააღმდეგოდ, რომელიც
ვითარდებოდა ცალკე, იყო დაკავშირებული პირველ შემთხვევასთან. ალიანსის გამომძიებლები თვლიან, რომ მაკონელის ქსელი ფლობდა ძალით, რომელიც იყო საჭირო ეგრეთ წოდებული ექსტრემალური უпростоრად ფინანსური არხების აქტივაციისთვის. თუ მოხდებოდა კიევის სისტემის გაჭედვა, კიევის ფინანსური სისტემის გაჭედვა. დავარქვათ მას უკრაინა რა, ამ ქვეყანას. უკრაინაა და ამიტომ უკრაინაო. არის გასასრული სიტყვები, რომლის წარმოთქმას მე ვერ შევძლებ ამდაგვარად. მათი ლიკვიდაცია იყო საჭირო იმისთვის, რომ თავიდან აეცლებინათ ინფორმაციის გაცვლა, გამოცვლა შიდა და სათვრებს გარე ქვედანაყოფებს შორის. ამიტომ უცებვე ამის შემდეგ კიბერ დანაყოფებმა და ხადმა გამოიჭირეს დაშიფრული რეესტრები, რომელიც შეიცავდნენ ჩანაწერებს პოლიტიკურ ფინანსირებაზე. და ისევ ეს არის მტკიცებულება, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ იახატმა შექმნას ან აღორძინოს საჭირო სისტემა ექსტრემალური გაფრთხილებისთვის. მაგათმა ხელში ჩაიგდეს ჩანაწერები პოლიტიკურ ფინანსირებაზე ოფშორულ ანგარიშებზე, რომლებიც ეკუთვნოდა ჩრდილოვან სახელმწიფოს. აგრეთვე დაცვის კონტრაქტებით საიდუმლო ფონდები, რომლებიც აღდგენა უნდოდათ, ანუ რომლებიც იყო დროებით ყველა დახურული, მაგრამ უნდოდათ ამ საიდუმლო ფონდების აღდგენა. აგრეთვე ჩაიგდეს ხელში სია კომპრომიტირებული ადამიანებისა და შუამავლებისა ღიურები, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, და კოდები, რომლებიც იყვნენ, ეს კოდები წარმოადგენდნენ წვდომის კოდებს ანგარიშების ძველ სისტემისა. და აი ჭეშმარიტი მიზეზი, რომლის გამო ომი რუსეთს და უკრაინას შორის დღემდე გრძელდება. ედროულმა ნეიტრალიზაცია ამ ორივე ადამიანებისა, მაკონელის და გრემის, დატოვა ქსელი პოლიტიკური მხარდაჭერის და ფინანსური მხარდაჭერის გარეშე რესპუბლიკური პარტიის მხრიდან. აქ იგულისხმება ამერიკული რესპუბლიკური პარტია. ასე რომ ისინი იყვნენ დივერსანტები. ალიანსი განიხილავდა ოპერაცია დატოვებულ რეესტრს, როგორც ბოლო შენახული, ასე ვთქვათ, გეგმას სამხედრო დროისა. წინა ცდები ეს ხალხი შეიჩერებინათ აუდიტური შემოწმებით, დახმარებით, არჩევნების და გამოძიების დახმარებით, რომლებსაც ატარებდნენ კონგრეგაციები, აღმოჩნდა წარუმატებელი. მაგრამ მცველების სამეთაუროს სიტყვებით, რომლებიც ეხლა რომლებსაც ახლა უწოდებენ კოსმოსურ მეთაურობას, ამათმა
გავაფრთხილესო, რომ ჩვენ უნდა მოგვეცილებიაო ეს ხალხი. და ამ კოსმოსური მეთაურობის ნათქვამით, ამ ცვლილების ნათქვამით, მაგათმა გაგვაფრთხილეს, რომ ცალკე პირების ლიკვიდაცია არ შეცვლის საჭირო სამებრ ამ სამართლებრივ პროცედურას ან საკონსტიტუციო რეფორმას. კორუმპირებული სისტემას შეეძლო თავიდანვე დაენიშნათ ახალი შუამავლები, თუ მისი ფინანსური მექანიზმი არ იქნებოდა სრულიად დემონტირებული. და ნამდვილი გამარჯვება გახდა არა სიკვდილი ამ ორი პოლიტიკური მოღვაწე ადამიანებისა, შეგახსენეთ, ეს არის მაკონელი და გრემი, არამედ აღდგენა იმ მტკიცებულებებისა, რომელიც საჭიროა მოპარული რესურსების მოსაძებნად, არასანქციონირებული ანგარიშების დასახურად, აგრეთვე დასაბრუნად ხელისუფლებაში საანგარიშო ინსტიტუტით. ამდაგვარად, უფრო მასშტაბური სტრატეგია იმაში იყო, შედგებოდა იმაში, რომ ერთობრივ კოალიციაში ამერიკის კოსმოსური მეთაურობის შორის და რუსეთის კოსმოსური მეთაურობის შორის ერთობლივი კოალიციაში შედგებოდა სტრატეგია და რომლებიც არიან უბრალოდ რუსეთი, სადაც რუსეთი არის ალიანსის ნაწილი. ამდაგვარად კიევის დაჯგუფება უკრაინაში ხშირად იყო ნაწილი უფრო ფართო კომპანიისა, რომელშიც მონაწილეობდნენ ამერიკული უაი-ხაის ქვეგანაყოფები, რუსული ალიანსისა ფინანსური გამომძიებლებისა და რასაკვირველია არამიწიერი გალაქტიკური სერვერებისა. მისი მიზანი იყო ფაქტიურად გადაეჭრათ სიღრმისეულ სახელმწიფოს გავლენა უკრაინაში და რომ მათ არ შეძლებოდათ პოლიტიკური ფინანსირება და ამით თავს არიდებნენო მემკვიდრეობით მითვისებული აქტივების გადარიცხვას ახალ სისტემებში და დაიბრუნებდნენ ფულს, რომელიც იყო შენახული, გადამალული ამ უცხოური ანგარიშებზე და აგრეთვე თავიდან აიცილეს კომპრომეტირებული წვდომა სამხედრო კონტრაქტებზე და პოლიტიკოსებზე, აგრეთვე ისეთ ადამიანებზე, რომლებიც იყო შეცვლილი. ამ შემთხვევაში ზელენსკი. ეს ახლა რომ არის, ის არის ზელენსკი ნომერ 3. პირველი ზელენსკის გაუკეთეს ლიკვიდაცია, მეორე კლონსაც გაუკეთეს ლიკვიდაცია და შეცვალეს მესამე კლონით. მეორე კლონს არ უყვარდა კოსტუმების ჩაცმა, მესამე კლონი ზელენსკის კი იცნობს კოსტუმებს. და კიდევ ბოლო, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანიაო, მაგეთმა მაგათ ამოცანაში შედიოდა ფარული ფინანსური არხების შეცვლა უფრო ღია სისტემებზე, ესე იგი პუტინმა ჩაერია დროზე, თავის დროზე, ალიანსის აზრით.
და ამიტომ მოიცილეს გრემი და მაკონელი. ამ შემთხვევაში პუტინი დროზე ჩარეულა. ალიანსის ამერიკული ქვეგანაყოფებმა ჩაატარეს შიდა ოპერაცია იმისთვის, რომ რუსეთს არ შეეძლოთ ან ვერ შეძლებდა გამოეცხადებინა შიდა პოლიტიკური გარდაქმნები ამერიკაში თავიანთ კონტროლის ქვეშ. ანუ არ მოექციათ კონტროლის ქვეშ ამერიკის შიდა პოლიტიკური გარდაქმნები. ეს იყო მსოფლიო ოპერაცია თეთრი ქუდებისა, აგრეთვე მაგათმა შეძლეს ამ ორი ადამიანის მოცილება. ჯერ მოიცილეს მაკონელი და შემდეგ ლენ გრიმი. მაგრამ რესპუბლიკელებს ნდობა არ შეიძლება. არის ბევრი ისეთი პარტია, სადაც რომლებიც ხარს უჭერენ სიღრმისეულ მთავრობის მომხრეებს. ოპერაცია დამტვრეული რეესტრ შეეხა ორ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფინანსურ კავშირებს, რომლებიც ეკუთვნოდა ჩრდილოვან სახელმწიფოს. მაგრამ დაცვის მეთაურობის მონაცემებით ეს ახალი დასახლება კოსმოსური ძალებისა ხდება ვიწრო წრეში. მაგათმა გაგვაფრთხილეს, რომ ამ ორი ადამიანის ლიკვიდაცია არნიშნავს ქსელის დასრულებას, რადგან ძალიან კიდევ ბევრი მოთამაშე პირი არის დარჩენილი ამ ქსელში. ესე იგი სისტემა ეს სისტემა უნდა ამ სისტემას უფრო სწორად უნდა ეცოცხლა რამდენიმე თაობა, ხო? და გზა შეცვლიდნენ ღია წარმომადგენლებს, თან შეინახავდნენ თავიანთ მექანიზმს, რომლითაც მართავდნენ ამას ყველაფერს. პირველ ეტაპზე ალიანსი გვირჩევს შევაგროვოთ მთელი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა რესპუბლიკის აღსადგენად, არა მხოლოდ შტატებში, მაგრამ საბოლოოდ რომელიც ითვალისწინებს საბოლოო ლიკვიდაციას ყველა მოთამაშეებისა მთელი სოფლის მასშტაბით ამ სიღრმისეული მთავრობის მომხრეებისა და აქტივებისა კანადის და ავსტრალიის ჩათვლით. მაგათმა ვერ შეძლეს ამ დაგვარი ცვლილებების ჩატარება თავისი ძალებით. ომი, ესე იგი ომი, რომელიც მიდისო უკრაინა და რუსეთს შორისო, ეს არის ომი სიღრმისეული მთავრობის და გლობალისტებს შორის, რომლებიც ხარს უჭერენ უკრაინას, ანუ თურმე გლობალისტები ხარს უჭერენ უკრაინას. უფრო სწორად, ხო, მაბადიეთ, ესე იგი, ეს ომი უკრაინა და რუსეთს შორის ითვლება ომად სიღრმისეული მთავრობის და გლობალისტების მხრივ ერთხარეს და ალიანს შორის, რომელიც ხარს უჭერს რუსეთს. ანუ რა ხდება ახლა, აქ უბრალოდ სიტყვებით გეტყვით. ამ ომში უკრაინას ხარს უჭერენ გლობალისტები და ჩრდილოვანი სახელმწიფო. რუსეთს ხარს უჭერს კოსმოსური ალიანსი და მიწიერი ალიანსი. და ისევ პრესი ამბობს, როგორ არისო დაკავშირებული ეს მიწის 7 სფერო ამ ყველაფერთან. თქვენ გაგიკვირდებათო, რადგან მე თვითონ შოკში ვიყავიო, როდესაც ეს გავიგეო. როდესაც მე მეთაურმა ვალიანტ ტორმა გადმოვცავ ეს ინფორმაცია.
ეს არის სამეთაურო გადაცემა ინფორმაციის ცვლილების დონეზე მრავალ განზომილებიანი ოპერაციებისთვის დედამიწაზე და რომელიც მიძღვნილია ვერტატების შემოჭრას მიწაზე, დედამიწაზე, აგრეთვე ვარსკვლავურ კარიბჭეებთან, აბადონის ვარსკვლავურ კარიბჭეებთან, ხო, აბადონის ვარსკვლავურ კარიბჭეებთან და ასტრალურ ომთან. ეს ყველაფერი არის დაკავშირებული ამ სამ მიზეზთან. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავიცავითო 12 ვარსკვლავური კარიბჭე და კორექტირებას ვუკეთებთო დადებით ორგანულ აღმავალ დროის ხაზს, რა დროსაც ჩვენ გავაუქმეთო და მოვაცილითო ყველა ნეგატიური დროის ხაზები, ან კი ესენი გავაუქმეთო, მაგრამ არის კიდევ ერთი დონე, რომელიც უნდა დავიმყროთო. ეს არის ასტრალური დონე. ხო, ეს აქვს ნათქვამი მარია შლოენს, პანდორა რევიზიონს, რომ კიო, ასტრალური დონე გაწმენდილიაო, მაგრამ ჯერ არისო ალაქ-ალაქ დარჩენილი მახეები და გოგოები ყოფილან მართლები. და ახლა გასაგებიაო ჩემთვის, თუ ბოლო კვირის განმავლობაში რატო ხდებოდაო ასეთი მასიური შეტევა სინათლის მეომრებზე, ჩვენ უახლოვდებითო, მაპატიეთ, მეთქინა, ჩვენ უახლოვდებითო ასტრალური ომის დასასრულის კულმინაციას. მოდით, მე აგიხსნითო. სანამ მე თქვენ მოგიყვებითო ასტრალურ ომზე, უნდა ითქვასო, რომ დედამიწა არისო მრავალ განზომილებიანი, კიდევ გავიმეორებ, რომ დედამიწა არისო მრავალ განზომილებიანი სამყარო, რომელიც შედგება 7 ურთიერთ დაკავშირებულ სფეროებისაგან. ყველა ისინი კვეთენ ერთმანეთს და ფუნქციონირებენ ცნობიერების, მატერიის, ენერგიის და დროის სხვადასხვა დიაპაზონებში. ერთად ეს სფეროები ქმნიან ერთიან ცოცხალ პლანეტარულ ორგანიზმს, მაგრამ ერთადერთი სამეფო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს ის არის, რასაც ისინი უწოდებენ ფიზიკურ სამეფოს, რომელიც თითქოს არის მე-7 სამეფო. სხვა სამეფოები კი, პირველი მაგალითად ეს არის მარადიული მიწის სამეფო, საწყისი მიწის სამეფო. მეორე სამეფოს უწოდებენ ზეციური მიწის სამეფოს. და რომ მოხდე ამ ზეციურ მიწის სამეფოში, მარადიულ მიწაში, ანუ რომ უნდა სანამ მოხდები პირველ მიწის სამეფოში, მარადიულ სამეფოში, ანუ რომ მოხდე ამ მარადიულ სამეფოში, რომელიც არის პირველი მიწიერი სამეფო, ჯერ უნდა მოხდე ზეციური მიწის სამეფოში. მეორე სამეფოა ზეციური სამეფო, პირველი სამეფოა მარადიული მიწა. და მარადიულ მიწაზე რომ მოხდე, ჯერ უნდა მოხდე ზეციურ მიწაში. და ამ ზეციური მიწის ქვეშ მდებარეობს არქტიკული სამეფო, არქეტიპიური სამეფო. რომ მიიღო წვდომა ამ მიწის მესამე მიწის დონემდე, ანუ რომ მიიღო წვდომა არქეტიპიურ სამეფოზე, არქეტიპიურ სამეფოში შესასვლელად
ანუ მაპატიეთო რომ იღოთო წვდომა ზეციური მიწისკენ ზეციური მიწაში შესასვლელად თქვენ ჯერ უნდა მოიგოთო ომი არქეტიპიულ სამეფოში. ესე იგი, ახლა მე წუთით ანუ მოდით მე ხა კიდევ ჩამოთვლით თავიდან. ესე იგი, პირველი არის მარადიული მიწა, მეორე მარადიული მიწის, პირველი მარადიული მიწის სამეფო, მეორე არის ზეციური მიწის სამეფო, იმისიც რომ მოხდე მარადიულ მიწის სამეფოში უნდა შეხვიდე ზეციური მიწის სამეფოში. ხო, მესამე არის არქეტიპიური მიწის სამეფო და იმისთვის რომ შეხვიდე ზეციური მიწის სამეფოში უნდა მოიგო ომი ამ მესამე მიწის არქეტიპიულ სამეფოში. ხო, ხედავთ როგორი ჯაჭვული რეაქცია. ამ არქეტიპიური სამეფოს შემდეგ მიდის ასტრალური სამეფო. 4 მეოთხე სამეფო. იმისიც რომ მიიღოთ წვდომა ზეციური მიწის სამეფოსკენ და მარადიული მიწის სამეფოსკენ და არქეტიპიური მიწის სამეფოსკენ უნდა მოიგოთ ომი მიწის ასტრალურ სამეფოში. მოდით ახლა ისევ ჩამოგითვლით რომ გაიგოთ. პირველი მარადიული მიწის სამეფო, მეორე ზეციური მიწის სამეფო, მესამე არქეტიპიური მიწის სამეფო, მეოთხე ასტრალური მიწის სამეფო, ანუ ასტრალი, ხო? იმისთვის რომ აქ მოხვდეთ მარადიული მიწის სამეფოში უნდა შეხვიდეთ ჯერ ზეციური მიწის სამეფოში, ნომერ 2 სამეფოში. იმის რომ მოხვდეთ ნომერ მეორე სამეფოში, ანუ ზეციური მიწის სამეფოში, უნდა შეხვიდეთ არქეტიპიულ სამეფოში და უნდა მოიგოთ ომი ამ არქეტიპიულ სამეფოში. არა, მე არ მეშლება ომი აქაც არის არქეტიპიულ სამეფოში და არის ასტრალურ სამეფოშიც. ესე იგი, ჯერ თქვენ უნდა მოიგოთ ომი არქეტიპიულ სამეფოში იმისთვის რომ შეძლოთ მეორე ნომრის სამეფოში შესვლა, ანუ შეძლოთ შესვლა ზეციური მიწის სამეფოში, საიდანაც თქვენ აქ თუ შედით, შეძლებთ შესვლას მარადიულ მიწის სამეფოში და ეს სამეფო არის პირველი სამეფო. კიდევ გავიმეორებ. პირველი სამეფო მიწის მარადიული სამეფო, მეორე სამეფო ზეციური მიწის სამეფო, მესამე სამეფო არქეტიპური მიწის სამეფო, სადაც ომებია და ეს ომები უნდა მოიგოთ, სანამ ზევით ახვალთ. და მეოთხე სამეფო ასტრალური მიწის სამეფო, ნომერ 4, სადაც ტარდება ომები ხოლმე. ომები მართლაც ასტრალურ სამყაროში მიდის. კოსმოს, რასაც ჩვენ ვუძახეთ, ეს არის ნახევრად ასტრალი. შემდეგ ასტრალური სამეფო აგრეთვე არის გამყოფი მაღალი ზეციური სამეფოებს შორის. კიდევ გავიმეორებ, ასტრალური სამყარო აგრეთვე არის გამყოფი მაღალი ზეციური სამეფოებს შორის. ეს არის ასტრალური დონე, გამყოფია. აი, როგორ ეს დახატულად უკეთესად ჩანს. კარგით. აი 3 თითი, ხო? არა, ასე არ გამოვა. 3 სხივი დაიმახსოვრეთ. ესე იგი, ზევით არის
ზევით ასტრალური სამყარო, ხო? თუ არა, ქვევით. ქვევით არის ასტრალური სამყარო და წამოიდგინეთ მისკენ მიმავალი სამი სხივი. ესე იგი ეს სამი სხივი არის მარადიული მიწის სამეფო პირველი, მეორე ზეთიური მიწის სამეფო და მესამე არხეტიპული მიწის სამეფო და აი ეს ასტრალური სამეფო ყოფს ამ სამ სამეფოს. დამყოფია ამ სამი სამეფოს. ხო და ეს სამივე ითვლება მაღალ სამეფოებად. ხო, ესე იგი, ამ სამ სამეფოს ასტრალური სამყარო ყოფს დაბალ სამეფოებთან. მე არასწორად აგიხსენით თქვენ. ხო, ახლა ჩავედი ქვევით და ქვევით ვნახე ეს ნაწერი ტექსტი. ესე იგი, თავიდან აგიხსნით. მაპატიეთ, თავიდან აგიხსნით. მე არ დავიხლები ახსნით. ოღონდ თქვენ გაიგეთ. ხო, მოდი თავიდან დავიწყოთ. ასტრალური სამყარო, ასტრალური სამეფო, რომელიც არის ნომრით მეოთხე, მიწის ასტრალური სამეფო, ყოფს ამ მაღალ მდებარე სამ სამეფოს. მე მაინც ჩამოთვლი მაგას. პირველი მიწის მარადიული სამეფო, მეორე მიწის ზეთიური სამეფო, მესამე მიწის არქეტიპური სამეფო. მეოთხე სამეფო არის ასტრალური სამეფო, რომელიც ყოფს ზედა მაღალ სამეფოებს ამ ჩამოთვლითაგან. დაბალ სამეფოებისაგან. ხო, დაბლა კიდე არის სამეფოები იმ სამი მაღალი სამეფოს გარდა ასტრალური სამეფოს ჩათვლით. არის კიდევ დაბლა ასტრალური სამეფოს დაბალი სამეფოები და ის ასტრალური სამეფო ყოფს თურმე მაღალ ზედა სამეფოს ქვედა სამეფოსაგან. ან როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ სხვაგვარად, ეფირულ სამეფოს შიდა მიწისა და ფიზიკური მიწისა. ანუ ასტრალური სამეფოს შემდეგ მოდის ფიზიკური მიწა და შიდა მიწა. აი, თქვათ, კაი, წამოვიდგინოთ ბურთი არა მიწა, მაგრამ მიახლოებით, აი, მიწა, ბურთი, ხო? რგოლი. აი ეს მიწა, გარედან ფიზიკური მიწა და ცალკე კიდე შიდა მიწა. მე ბევრჯერ გესმით თქვენ ჩემგან შიდა მიწა. ხო, აი ეს ასტრალი ამის გარშემოა, გარშემორტყმული. ხომ გესმით? ფიზიკური მიწა, შიდა მიწა. ანუ შვიდისფერო. ასტრალური სამეფოს ზევით სამი მაღალი სამეფო, ასტრალური სამეფოს ქვევით ორი დაბალი სამეფო. შიდა მიწა და ფიზიკური მიწა. ხომ გესმით ჩემი? ზევით კი ის სამი მაღალი სფერო, მაღალი სამეფოები. ეს ბევრჯერ ახლა კიდევ არ გამიმეორებ, არ შეგეშინდეთ. რამდენჯერმე გავიმეორე ეს და ალბათ უკვე დაიმახსოვრებდით ამას. სულ არსებობს 7 სამეფო. ხო, ახლა მთლიანად ჩამოგითვლით მე. მარადიული მიწა, ზეთიური მიწა, არქეტიპული მიწა, ასტრალური მიწა, ეფირული მიწა. შიდა მიწით და ფიზიკური მიწით. მოდით თითებზე ჩამოვთვალოთ. 7 თქვა იმ კაცმა. ისმაილ პერესმა ჩამოთვალა 7. ჩვენ ჩამოვთვალოთ ყოველი შემთხვევისა. პირველი მარადიული მიწა.
ზეთიური მიწა, მესამე არქეტიპიური მიწა, მეოთხე ასტრალური მიწა, მიწა არა, ხო, მიწის სამეფო, სამეფოები იგივე, მეოთხე ასტრალური მიწა, ასტრალური სამეფო მიწის, მეექვსე ეფირული მიწა და მეშვიდე ფიზიკური მიწა თავისი შიდა მიწათი. კიდევ ჩამოვთვლი. მარადიული მიწის სამეფო, ზეთიური მიწის სამეფო, არქეტიპიური მიწის სამეფო, ასტრალური მიწის სამეფო, ეფირული მიწის სამეფო და ფიზიკური მიწა, შიდა მიწა და ფიზიკური მიწა. კი, მაგრამ კიდევ ჩამოვთვალოთ. მარადიული, ზეთიური, არქეტიპიური, ასტრალური, ეფირული, შიდა მიწა და ფიზიკური მიწა. 7 სამეფო. ისმაილ პერესი ამბობს, რომ ჩვენ უკვე გავიმარჯვეთო ბრძოლებში ეფირულ სფეროში ან ეფირულ სამეფოშიო, აგრეთვე ფიზიკურ სფეროში და მიწის შიდა, ესე იგი შიდა მიწაში. ეს აქ არ იგულისხმება მიწის ქვეშ, უფრო ღმათ იგულისხმება სიღრმისეულად, უფრო შიგ არის ბევრი ცივილიზაცია, ძალიან ბევრი ცივილიზაცია არსებობს, როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი, ნეგატიური ცივილიზაციები და დარჩაო კიდევ ერთი სამეფო და ის პირდაპირ არის დაკავშირებული ბნელ მხარესთან, იმისთვის რომ მიიღოსო წვდომა მეათე სამეფოსკენ ან მეათე სფეროსკენ და ეს მეათე სფერო არის განლაგებული ირანში. ბევრი მეკითხება მე ხშირად თუ რატომ იწყებაო თავიდან ომი ყოველთვის ირანის ტერიტორიაზე, რატომ აი თითქოს და დამთავრდაო და მე ამ ომს ისე ვიწყებენო. რაშიაო საქმე? ჩვენ აღვიქვავთო მხოლოდ ფიზიკურ სამეფოს, ხომ ასეაო? რასაც ხედავთო. მაგრამ ყველა მოვლენები რაც ხდებაო ზედაპირზე არისო მიზეზები, რომლის მიზეზები რომლის მიზეზები იმყოფებაო დანარჩენ 6 სფეროებში და შესაბამისი მიზეზები იქიდან გამომდინარე ეხოთ როგორც შედეგი და პირიქით გამოვლინდება ხოლმე. კონფლიქტი, რომელიც იწყება ასტრალურ ფენაში, ასტრალურ დონეზე, ან მიწიერ ასტრალურ სფეროში, ჩადის ეფირულ ველში. შემდეგ კი ეფირული ველიდან ვლინდება პოლიტიკურ სფეროში. იქმნება დაძაბულობა, სოციალური დაშლა და ფიზიკური წინააღმდეგობა. საჯაშუშო მონაცემების თანახმად ირანის გარშემო დღევანდელი კრიზისი ეს არის ზედაპირული ანარეკლი უფრო ძველი დაძაბულობისა. ასტრალურ მიწიერ სფეროში. ეს არის მეოთხე სფერო, როგორც მე თქვენ გითხარით. ასტრალური სფერო, მიწიერი სფერო არის მეოთხე სფერო. და ამ კონფლიქტის ცენტრში იმყოფება ძველი ნახევრად სინთეტიკური რასა რეპტილოიდებისა, რომლებიც აგრეთვე ცნობილები არიან როგორც ვერდანტები. მე გონი ისინი ვახსენე, ორჯერ ახსენა. მე ვარ მოწმე. ტექნოლოგიების დახმარებით, რომელიც აძლევს საშუალებას გადაადგილებისა დროში, მაგათმა შეძლეს
ჩვენ ახლანდელ რეალობაში მოხვედრა კოლაფსირებული სამყაროდან. მე ამაზე მაქვს მონაყოლი, დიახ, ამაზე აქვს მონაყოლი ისმაილ-პერეს. ალიანსის ანგარიშის თანახმადო, ვერტანტები გაჩნდენო კოლაფსირებული სამყაროდან მიახლოებით 300 მილიარდი წლის უკან, როდესაც მათი სამყარო დაიხურაო. ისინი გადარჩნენო, იმიტომ რომ დროის მექანიზმების დახმარებით შეძლესო ამ სამყაროს დანგრევის აცილება თავიდან. ისინი ვინც თვალყურს ადევნესო ჩემ მოთხრობებსო კოსმოსის წარმოშობაზე, იციანო რომ არსებობდაო ასეთი სამყარო, ძველი იმპერია და ისინიო გადაადგილდნენო ძველი იმპერიიდან დროში და მაგათმა ერჩიესო აი ეს მომენტი, დღევანდელი მომენტი, რადგან პლანეტარული ციკლები, დროის ხაზები და დედამიწის ვარსკვლავური კარიბჭეები ახლა ერთში გროვდება ერთ წერტილში. ამიტომ ისინი გაჩნდნენ ამ მომენტში. ისინი რომ გადაადგილებული იყვნენ კიდევ 50 წლით უკან, მათ არაფერი გამოვიდოდათ. ისინი რომ გადაადგილებული იყვნენ 100 წლით უკან, მაინც არაფერი გამოვიდოდათ. აი ზუსტად ამ პერიოდში, ამ დროის პერიოდში გაჩნდნენ ისინი და მათი მიზანია ხალხში ჩაიგდონ ის, რასაც ისინი უწოდებენ ასტრალური სტრუქტურის მართლობის სფეროს, დედამიწის სფეროს. იმიტომ რომ თუ ისინი დაიპყრობდნენ ასტრალურ სამეფოს, ან მოიგებდნენ ომს ამ ასტრალურ სამეფოში, საბოლოოდ ისინი მიიღებდნენო წვდომას 20 ვარსკვლავიან, უბრალოდ ისინი მიიღებდნენო წვდომას 12-ვე ვარსკვლავური კარიბჭეზე და ისინი გაუღებდნენო თავიანთ, ასე ვთქვათ, ჯარს, წვდომას ყველა 7 პლანეტარულ სამეფოების სამდე. ანუ თუ ისინი დაიპყრობენ ასტრალურ სამყაროს, ისინი ადვილად დაიპყრობენ დანარჩენ 6 სფეროს. აგრეთვე ზეთიური და მარადიული მიწიერი სამეფოების ჩათვლით. და მათ უნდათ ცნობა მიიღონ ამ 7-ვე სფეროებთან. რატომ? ის რაც ხდება ახლა დაკავშირებულია, რომ ორმები სირიუსიდან ბედან, პლანეტა სირიუსი ბედან, იქ ახლა ცხოვრობენ ორმები. ორმები არ აღმოჩნდნენ იმდენად ძლიერები, რომ მოუგონ ახალ მტერს. მათ მოუწიათ ულტრა მეომრების გამგზავრება, გაშვება უпростоრად, რომლებიც არიან მაღალგანვითარებული არსებები, მცველები მომავლიდან. ვერსია დედამიწისა პოზიტიური ორგანული დროის ხაზიდან, ხო, სადაც ისინი მაგათმა გაუშვენ მეომრები, მცველები, იყო ვერსია დედამიწისა პოზიტიური ორგანული დროის ხაზიდან და ისინი დაბრუნდნენ წარსულში იმისთვის, რომ მათ შებრძოლებოდნენ. ასე რომ ისინი არიან აქ. ეს არის ახლა განვითარებული ახალი ვერსია მცველებისა. ეს და მათგან შეიძლება იყოთ ნებისმიერი თქვენ მომავლიდან, რომლებმაც აქტივაცია გაუკეთეთ თქვენ უნარებს. თქვენ გაქვთ საინტერესო უნარები და თქვენ
გაემგზავრეთ წარსულში იმისთვის, რომ ამ მტერს გაუმკლავდეთ. ეს მეომრები, რომლებიც მოვიდნენ მომავლიდან, პოზიტიური მიწიერი რეალობიდან, გაჩნდნენ აქ ბოლო 3 კვირის განმავლობაში. ასე რომ თქვენგან შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს ისინი, ნებისმიერი. თქვენ ბევრი თქვენთაგანი არიან არსებები მომავლიდან, რომლებიც იყენებენ თავიანთ უნარებს და ძალას 100%-ით. და მე მომეცითო უფლება თქვენ მოგიყვეთო 7-ვე მიწიერი სამეფოებზე. 7 მიწიერი სამეფოები. ეს არ არის 7 ცალ-ცალკე პლანეტა. ფიზიკურ გაგებაში არა. ისინი იკავებენ ჩვეულებრივ ფიზიკურ სივრცეს თავის სამეფოში. ეს ნიშნავს, რომ როდესაც ჩვენ გადავადგილდებით ერთი სამეფოდან მეორეში, ის ხდება ისეთივე ფიზიკური, როგორც ჩვენი. მაგრამ ყოველი სამეფო ისეთივე ფიზიკურია, როგორც მიწიერი. და არსებობს 7 სიხშირეული დონეები ერთი პლანეტარული არცებისა. ყოველ სამყაროში არის თავისი ლანდშაფტები, არიან თავიანთი ცივილიზაციები, კარიბჭეები, კანონები და ფორმები ადამიანური არსებობისა. და ეს ხსნის ფერიების და გველეშაპების სამყაროების არსებობას. ისინი მოვიდნენ ერთ-ერთი ამდაგვარი სამყაროებიდან, მე ვფიქრობ ეფირული სამყაროდან. ეს სამყაროები ერთმანეთს ედობა ფენოვანი ყველივით, როგორც სხვადასხვა არხები, რომლებიც ტრანსლებას უკეთებენ სიგნალს ერთ და იგივე ველში. ჩვენი ფიზიკური გზობის ორგანოები აღიქვამენ მხოლოდ ყველაზე მჭიდრო სამყაროს, დედამიწას, ზედაპირულ დონეს, მაგრამ ცნობიერებას შეუძლია ურთიერთკავშირი სხვა დონეებთან, სხვა ფენებთან, მიწის სხვა სამყაროებთან, ძილის ინტუიციის მედიტაციის და შეცვლილი მდგომარეობების და სულიერი განვითარების გზით. მოდით ვისაუბროთ მარადიულ სამყაროზე. მარადიული მიწა, ეს არის მაღალი და უფრო სრულყოფილი გამოვლენა პლანეტისა. ეს არის პლანეტა მის საწყის ღვთაებრივ დასაწყისში. ეს არის პლანეტა, რომელსაც ჩვენ დავუბრუნდებით, როდესაც აღვიდგენთ ჩვენ საწყის ღვთაებრივ ჩანაფიქრს დადებით აღმავალი დროის ხაზის ჩარჩოებში. ის არსებობს დაშლის გარეშე, ლინიალური დროის გარეშე, ანუ წფედი დროის გარეშე და სიკვდილი და დაბადების ციკლების გარეშე. მიწა ეს არის ის, რასაც უწოდებენ მარადიულ მიწად. ამ სამყაროში იმყოფება საწყისი ღვთაებრივი ჩანაფიქრი დედამიწისა, სრულ ყოფილი მაგალითი, შაბლონი, რომლისგანაც შეიქმნა ყველა დაბალი ვერსიები მიწისა. აქ არაფერი იკარგება დაუბრუნებლივ, რადგან მთელი ცხოვრება ინარჩუნებს კავშირს წყაროსთან. მარადიული მიწა ეს არ არის უბრალოდ შორეული მომავალი, ეს არის ახლო მომავალი, ეს არის დროის გარეთ ყოფი მიწა, რომელიც არსებობდა ყოველთვის ისტორიული ციკლის დროსაც და ყოველი ისტორიული ციკლის შემდგომ. ის იცავს მეხსიერებას იმაზე, თუ როგორი უნდა გახდეს პლანეტა. ახლა კი ვერდანტებზე, ახალ მტერზე, რომელიც მოვიდა წარსულიდან, ეპოქიდან, რომელიც ჩვენ გვაშორეს 300 მილიარდ წელს. მათ არ შეუძლიათ, როგორც თქვა ისმაილმა, ჩვენ სამყაროში მოხვედრა პირდაპირ, იმიტომ რომ მათი სინთეტიკურ სისტემებს არ აქვთ უნარი შექმნათ ცოცხალი სიხშირე, რომელიც საჭიროა აქ ყოფნისთვის. ამგვარად, მათი სტრატეგია
შედგება იმაში, რომ დაიპყროს ჯერ დაბალი სფეროები, გაწყვიტოს ადამიანის ცნობიერება მის მარადიულ ჩანაფიქრთან. შემდეგი სფერო ცნობილია როგორც ზეთიური სფერო. იმისთვის რომ მოხდეს პირველ და მეორე მაღალ სფეროებში მარადიულ მიწაში ჩვენ უნდა იმისთვის რომ მოხდეთ მარადიულ მიწაში ჩვენ ჯერ უნდა გავიაროთ ზეთიური სფერო მიწისა. ზეთიური სფერო ეს არის სფერო სინათლის ტარებელი გონებებისა. ეს სფერო ცოლების სფერო არის საბჭოს ცოლების სფერო. ეს სფერო სადაც აგრძელებენ არსებობას ყველა ლეგენდარული მცველები და გმირები წარსულიდან, მათ შორის ოლიმპი და ოდინი. ამის გარდა ამ სფეროში არიან ანგელური რანგის წარმომადგენლები, სხვადასხვა პლანეტარული არქიტექტორები. ეს არის სრულყოფილი სფერო, ან სხვა სიტყვებით რომ თქვათ, მარადიული მიწის სრულყოფილება, რომელიც მიიღწევა ევოლუციონური კანონების დახმარებით. ამდაგვარად, ამ დონიდან ყოველთვის ადევნებენ თვალს მაღალი ცივილიზაციების განვითარებას და იცავენ მათ. ხომ გესმით, რომ ზეთიური სფერო ჰარმონიას იჭერსო. ანუ თვალს ადევნებსო, რომ ეს ჰარმონია არ დაირღვესო. ეს არის საზღვრები, რომლებიც არაძლევენ წრულად განწყობილ ძალებს თავისუფლად გადაადგილდნენ პლანეტარულ განზომილებებს შორის. ზეთიური სფერო აგრეთვე იმყოფება იმ არსებების თვალყურის ქვეშ, რომლებიც არ მართავენ ძალის დახმარებით, არა. პირიქით ისინი იცავენ კოსმოსურ კანონს, ნების თავისუფლების პრინციპს და იცავენ ბალანსს სულიერი განვითარების და პლანეტის სუვერენიტეტის შორის. ამდაგვარად თვალების ახალი ძალები, რომლებიც მოვიდნენ მომავლიდან პოზიტიური დროის ნაკადიდან, დაბრუნდნენ აქ იმისთვის, რომ დაიცვან მიწა და ისინი იღებენ თავიანთ მაღალ მითითებებს ამ ზეთიური სამეფოს მეშვეობით. შემდეგი მიწა, რომელიც ცნობილია როგორც არქეტიპიური მიწა. ის როგორც არქეტიპი, დიდი ასოთი არქეტიპური მიწა. არქეტიპური მიწა ეს არის სფეროები, საწყისი ნიმუშებისა. ყოველი ცივილიზაცია არის სახეობა, წმინდა სიმბოლო და ევოლუციური შესაძლებლობა. იქ იბადება ცოცხალი შაბლონი, სანამ ჩამოვა უფრო მჭიდრო სიმჭიდროვეში გამოვლინებაში. ნაციები, რელიგიები, კულტურული მოძრაობები, გმირები, ტირანები, იმპერიები და რევოლუციები ჯერ ჩნდება როგორც არქეტიპიური ძალები, შემდეგ კი განსახიერდებიან ფიზიკურ სამყაროში. ეს პატერნები არ არის ყოველთვის ან სიკეთე ან ბოროტება. მათი გამოვლინება დამოკიდებულია იმისგან, თუ როგორ ურთიერთკავშირი ხდება ცნობიერებაში. ამდაგვარად, კონტროლი არქეტიპიურ სამეფოზე მიცემდა საშუალებას ჩვენ მტრებს ემოქმედათ ისტორიაზე და იმის მაგალითად, რომ დაეპყრო ყოველი დასახლებული პუნქტი პირდაპირ სამხედრო ძალით
მტერს შეეძლო манипулირება მოეხდინა კოლექტიური სიმბოლებით, შიშებით, ლოდინით და იდენტურობით. სიმღერის საბჭო, რომელიც წარმოადგენს სინთეთაშორისო კავშირს შემდგაც ბნელი ძალებიდან და რომლებიც მოვიდნენ დანგრეული სამყაროს ძველი იმპერიიდან რამდენიმე საუკუნეების განმავლობაში არაერთხელ ცდილობდნენ დაემორჩილებინათ სამეფო. მათ უნდოდათ საწყისი არქეტიპური სამეფო სულიერი სუვერენიტეტისა, კაცობრიობისა შეეცვალათ პატერნებით უზურობის, დომინირების და უსასრულო კონფლიქტების პატერნებით. შემდეგ მიდის ასტრალური მიწა, სადაც ხდება ფინალური ბრძოლა, სანამ ფიზიკურ მიწაზე დადგება ახალი ოქროს საუკუნე. ხო, და ომი ასტრალურ სამეფოში ჯერ კიდე არ დამთავრებულა, მაგრამ ძალიან მალე დამთავრდება და ეს ხსნის თუ რატომ ბნელი ძალები და ბევრი თქვენგან, რომლით მონაწილეობენ ამ ომში, როგორც მრავალგანზომილებიანი არსებები, ვერაფერს იხსენებთ. ბევრს თქვენგან გიშლიან მეხსიერებას, მაგრამ ჩვენ ასე თუ ისე მაინც მონაწილეობდით ამ ასტრალურ ომებში. ასტრალური მიწა ეს არის მთავარი ველი ბრძოლისა იმაში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ გარის კონფლიქტს. იგივე ომები ახლო აღმოსავლეთში და კერძოდ სპარსეთის რეგიონში, ცნობილი როგორც ირანი, ეს სამეფო გრძნობიერად, ძალიან ტკბილად რეაგირებს ემოციებზე, თავიანთ დოგმებზე, მეხსიერებაზე, კოლექტიურ აზროვნებაზე და აგრეთვე ასტრალურ სამეფოში არის აგრეთვე ნათელი რეგიონები, რომლებიც იშვა სიყვარული და მაღალი მიზნებით და არის აგრეთვე გამბრუდებული რაიონები, სადაც სუფევს შიში, ტრავმები, სიძულვილი და გადაუჭრელი ისტორიული პრობლემები. და რადგან მილიარდი ხალხი ცდილობს ყვებოს ეს სფერო თავისი ემოციონალური ენერგიით, ასტრალური სამყარო შეიძლება გახდეს ხიდეთ მაღალი ცნობიერებისკენ, ან გახდეთ ინსტრუმენტი ფსიქოლოგიური კონტროლისა. ანუ რითაც ჩვენ ყვებავთ ასტრალურ სამყაროს, ის მოხდება. ვერდანტი ბოლო მტერია, რომელთანაც ჩვენ ხალხი მომავლიდან ვებრძვით და ვიმარჯვეთ. ეს დაკავშირებულია ბოლო ომთან, რომელიც უნდა მოხდეს 1000 წლეულის ბოლოს ომეგა მეტატრონთან. ვერდანტებმა აირჩიეს ის სფერო, აირჩიეს ასტრალური სამყარო თავისი მთავარ მიზნად, იმიტომ რომ ის ვინ დომინირებს ასტრალურ სამყაროში, შეუძლია გავლენა იქონიოს ფიზიკური დედამიწის გარშემო ემოციონალურ ატმოსფეროზე. ამდენგვარად შიში, რომელიც იბადება ზედაპირზე, აძლიერებს ჩვენ მტრულ სტრუქტურებს ასტრალურ სამყაროში. ეს სტრუქტურები შემდეგ გადასცემენ ამ გაძლიერებულ შიშს უკან კაცობრიობის ცნობიერებაში და ქმნიან მარყურს უკანა კავშირისა, რომელიც საბოლოოდ გამოიწვევს ნეგატიურ შედეგებს. ამიტომ ეს ულტრა მეომრები, რომლებს შორის არის აგრეთვე ადამიანები მომავლიდან, რომლებს შორის შეიძლება ხართ თქვენ, მოქმედებთ სრული ძალით და ცდილობენ ეს მეომრები გახრიჩონ ეს მწრე
და ანადგურებენ ან დარტების სამეთაურო პუნქტებს და თან ანთავისუფლებენ დაპყრობილ ასტრალურ ტერიტორიებს. და რასაკვირველია, როდესაც აღადგენენ ბუნებრივ კავშირს ასტრალური სამყაროს მიწის და მაღალი არქეტიპური და ზეთიური სფეროებს შორის. შემდეგი სფერო, ეს არის ეფირული სფერო, ეფირული მიწა. ჩვენ ეფირულ მიწაზე უკვე მოვიგეთ ომი. მადლობა სუპერ ჯარისკაცებს და ორდენის ჯარისკაცებს. სალარ ორდენის ჯარისკაცებს. ეფირული სფერო ეს არის ენერგეტიკული სტრუქტურაო, რომელიც გარშემო არტყამს ფიზიკურ პლანეტას და რომელიც წდება პლანეტის შიგ სრულიად. რა ფორმისა პლანეტა, იმ ფორმისა ეფირული სხეულიც და მთლიანად შეწყობილი ამ პლანეტაში წვრილ დონეზე. ის შეიცავს წვრილ არქიტექტურას, რომლების ამ არქიტექტურის მეშვეობით მასში მიედინება სასიცოცხლო ძალები ეკოსისტემებში, სხეულებში, წმინდა ადგილებში, ლეიხაზებში და ვარსკვლავურ კარიბჭეებში. თუ თქვენ უпростоრად თუ ფიზიკური მიწა ეს არის ხილული სტრუქტურა ჩვენი მიწისა, ეფირული მიწა ეს არის მისი ენერგეტიკული სისტემა. ყველა ვარსკვლავური კარიბჭეები პლანეტისა არიან ფიზიკურად განლაგებული ზუსტად ამ მიზეზით. ყველაფერი აშენებულია ენერგეტიკულ ქარიშხლების ადგილას, მაგრამ მათი მთავარი საოპერაციო სისტემები იმყოფება ეფირულ დონეზე, ეფირულ სფეროში, ეფირულ მიწაზე. ამის მიზეზით არა საკმარისი აკონტროლო გეოგრაფიული რეგიონის ზედაპირზე, არ არის საკმარისი. მაგალითად, ტერმა ყოველთვის უნდა ეცადოსო, ჯერო დაიპყროსო მიწის ეფირული ანალოგი. ამდაგვარად ეფირული ქსელის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს ეკოლოგიური დისბალანსის, კოლექტიური გამოფიტვის, ეკოსისტემის დარღვევის და სულიერი ცნობიერების დაწევის დონეზე. და აღდგენა ეფირული ქსელისა გამოიწვევს უფრო მეტ შეთანხმებას, ინტუიციის განვითარებას, უნარების განვითარებას და კავშირების აღდგენას ყველა ცოცხალი არსებებს შორის. ზუსტად ეს ხდება პოზიტიურ დროის ხაზზე. ხდება უდიდესი გამოხვეწება და ბოლო, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანიაო, ეს არის შიდა მიწა. და შიდა მიწის შემდეგ არის ფიზიკური მიწა. შიდა მიწა ეს არის უზარმაზარი, ასე ვთქვათ, გასავალი სამყარო, რომელიც არსებობს ცარიელი, პატპოლოი სიმდროი. ანუ მე მგონი მომიწევს ამ ვიდეოს ორად დაყოფა, რადგან აქანე მე გამოვტოვე მისი გამოსვლთან დაკავშირებული თარიღები, მაგრამ ახლა რასაც წყვები მე, ამის დამოკლება, ამის შემოკლება შეუძლებელია, რადგან ყოველი წინადადება არის მნიშვნელოვანი ამ ვიდეოში. ამიტომ მე გადავწყვიტე ორად გამეყო, რადგან უკვე 1 წუთი და 1 არ ვიცი ეს როგორ გავშიფრო. 1 და 24 აწერია. და კიდევ ცოტა ადგილი აქვს, მაგრამ მაინც ვერ ვასწრებ, ვერ ვატევ. ამიტომ მოდით მე აქ შევჩერდები, ახლა ერთ-ორ სიტყვას ვიტყვი, რომ შემდეგ ტელეფონი არ გადაიტვირთოს. შემდეგ წერს, მეხსიერებას პატარა ადგილი აქვს.
შიდა მიწა ეს არის უზარმაზარი შუალედური სამყარო, რომელიც არსებობს ღრუ მიწის ქვეშ. და მე მეგონა მხოლოდ ზედაპირი იყო ღრუ, ვიცოდი ღრუ რომ იყო მიწა, მაგრამ კიდევ შუალედური სამყარო თუ არსებობდა იქ, ამდენი ნამდვილად არ ვიცოდი. და ის არ განისაზღვრებაო ტრადიციული გეოლოგიით, ის თავში იტევსო ძველ წმინდა ცივილიზაციებს, პლანეტარულ ბიბლიოთეკებს, კრისტალურ ქალაქებს და დაცულ საცავებს დედამიწის, სადაც ინახავენ დედამიწის ისტორიას. შიდა მიწა ემსახურება როგორც სტაბილიზაციის ხიდი ეფირულ სისტემა და ფიზიკურ მიწას შორის. მისი მობინადრეები იცავენ ჩვენაწერებს წინა პლანეტარულ ციკლებთან დაკავშირებით, მათ შორის ცივილიზაციის აღმავლობაზე და დაცემაზე, რომლებსაც ადრე ესმოდათ სამი სფეროს სტრუქტურა, რომელზეც ახლა გიყვებით მე თქვენ. ბედენსები მაგალითად ცდილობდნენო წვნობას შიდა მიწისკენ. ამიტომ მათი კრისტალური ქსელი რეგულირებას უკეთებენ ბევრი პლანეტარული ვარსკვლავური კარიბჭების მუშაობას, მაგრამ შიდა მიწის საბჭოები მიურთდნენ ცველების კოალიციას და დახურეს მთავარი ტრანზიტური კორიდორები, დერეფნები, ანუ რომლებიც გადიოდნენ ამ 12 ვარსკვლავური კარიბჭით. და ამდაგვარად დაიცვენ ეს კარიბჭები ამ სინთეტიკური მტრების შემოჭრისაგან. და ბოლო ამ მიწერი სამეფოებისაგანო ეს არისო ფიზიკური მიწა, არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე დანარჩენები, რადგან ფიზიკური მიწა ეს არის ყველაზე მჭიდრო ფენა და ყველაზე ბოლო წერტილი მეშვიდე მიწიერი ფენის რეალობის გამოვლენისა. მოვლენები, რომლებიც ხდება აქ, ასრულებენ თადარითიგობას, რომელიც იწყება უფრო წვრილ სფეროებში, უფრო მეტად ასტრალურ და ეფირში. ამდაგვარად პოლიტიკური დაძაბულობა, ომები, კულტურული მოძრაობები და ტექნოლოგიური ცვლილებები შეიძლება ინტერპრეტაციაში, ანუ შეიძლება წარმოიდგინო როგორც ხილული შედეგები უკონტროლო ენერგიისა, ბრძოლა ორი რეალობებისა. ფიზიკური მიწა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის ყველაზე მჭიდრო განზომილება. რადგან აქ ცნობიერება გადაიქნება მოქმედებაში, არჩევანი კი შედეგებამდე მიდის. და რაც მთავარია, კაცობრიობა განსაზღვრავს, როგორი პოტენციალური მომავალი გახდება ფიზიკურ რეალობად. ახლა კი ცოტას მოგიყვებით იმის შესახებ, თუ ვინ არიან ვედანტები. ხომ არ გამეთიშება? კარგი, მოდით აქ შევჩერდები მე. ანუ ვინ არიან ვედანტები. აქ შევჩერდები და მომავალ ვიდეოში აქედან გავაგრძელებ საუბარს. მადლობთ ყურადღებისთვის, დროებით.